გასულ ეპიზოდში თქვენ ნახეთ. ახალი კუნძული და გაერთიანების აღსანიშნავი ბანკი. ეს ერთი ცალი გაუშვათ, რაც არის. ქართველებმა პირველ დაჭერილ თემს თავისუფლება აჩვენეს. არა, რა მოკლათ, წავიდა, აი. შენ ვარი, მუდაკიცარ და მიუარჩევებ ინფორმაცია. საარჩევნო კამპანია ირაკლის გადასარჩენად. მარიამი ირაკლისთვის ხმებს აკეთებს. მე რა გოთი შეკრია. აი რა, მიდის აქ. ხალხის დავერბულკება, აი. იმას მიეციხმა, იმას არ მისეხმა. პირადი იმუნიტეტის მოსაპოვებლად გამართული პირველი შეჯიბრი და რეალურ შოუში ქართველების მიერ დამყარებული პირველი რეკორდი. 6, 7, 8, 9, 10. გიორგიმ იმუნიტეტი მოიპოვა. ირაკლის ცეცხლი საბოლოოდ ჩაქ თბილისში ჩამ ქალებში უნდა გება. სამწუხაროდ შინაურს ესეთ ამიანი, ვინც თომა კონტროლიდან ფილად რთულად გააცევა. ვინ გახდება გაერთიანებული ტომის მომდევნო მსხვერპლი? ირაკლის გაუშვებს და მაშინ ახალ სასწაულს შევქმნიო და რა სასწაულს ქმნის არ ვიცი. ეგეთი რაღაცა მეც გავიგე მართლა. თუ რამეს ჯერ არავის იმაზე შურს ვიძიებო. ხო? მე ვიყავი მისული და თხოვე რომ ჩვენ შემოგვიერთდეთ ეს, იმიტომ რომ რაღაც გარიყული ვითარი, მაგრამ თვითონ რაღაც ისე ხასიათზე ვარ და რაღაცა მინდა რომ წერო ჩემს ბლოკში, ამისთვის სიმშვიდე მინდაო და მე მოვალო რომ დავწერო. სუთ ხასიათზე ვარ და ვიღაცებს რო არ ვეჩხუბოთ ყველას და ნერვები რო არ მომეშალოს და სხვაებსაც რო არ მოუშალო და უფრო მეტად საკუთარი თავისთვის ჯობია გამოყევით არ მინდა და ვზივარ ჩემთვის ეგეთი რაღაცა აქ ნებისმიერ შეიძლება მოგვივიდეს კიდე ზედმეტები მოგდის ჩემი თამადები არა იცი არის ყველა შეიძლება მართლა ეგეთი არა ნამდვილად ხა მარიამი არ სუთ ხასიათზე მაგოგოს უნდა რომ განმარტოვდეს წავიდე ირაკლი და იმის მერე საერთოდ გაუწყობის მომენტი აქვს ალბათ ჩვენთან ყველასთან. ამ ეტაპზე გუნდის უმეტესობასთან კონტაქტი საერთოდ არ შეიძლება მომივიდეს ნებისმიერ თემაზე კამათი. განსაკუთრებით როცა ლაპარაკი იწყება ირაკლისზე. ამას ველაპარაკები ყოფილი. სხვები რომ არის მიშლე, ეს არ მაბრაზებს რა, თავის ციცინის. რაცა რომ ხო მაინც ციცინის რა. კაი კლიენტია და ეგრე ხა აქ ბევრი არიან, მაგრამ ყველას მეტად მიჩვენე ამას ველაპარაკო. კაი კლიენტია, ყველას ჯობია. არა, სულ ყველას არ ჯობია, მაგრამ ბევრს ჯობია.
ერთი ოცნება მას. ოცნებად გადამეცა. დუშში რო შევიდა. შხაპი მეცნიდა თავის დაბანა რა. თავში მაჩალკით მიდა მე მექისესთან უნდა წავიდე. მე ზურგი გადამეცა. მე თავში მაგ ორი გრუზავი კისია. ახედავდა ვინის შეჩვენა ელიავაზე გავყიდი. აქედან არ გაგატალო და აეროპორტში. არა, მე რაღაც ჩამოსი 300 ვალს შეიძლება. თავი მაგ ეს 300 ვალს. ვახო რომ მივა რო ჩავა თვითონ რომ დაიბერდყავ არა, გეუბნები. სახლის ერთ კედელს ააშენებენ. არა, ორ ოთახს გალესავ რა იმე. დაყრი მინდა ოთახი. ჩვენ ეგრევე თბილისში არ შეგვიყვანენ. ცოტა ხანი ამე ცარი კარანტინში გვამყოფებო რომ ეს პატარა საპოს შემოგიდებენ და შემოიხედებენ რა სიზავენ. არა, დიზინფექცია ჩაგვიტარებენ. ახლა გეუბნები, ეხა არ შეიძლება ჩვენ ეხა მაგარიცემი ვარ. გადამდები. ამდენი მზისგან გვაქვს დამშრალი კანი, პროსტა რა, აი ძალიან გვჭირდება ახლა ის კრემები და რაღაც მასები. აი მასაჟი. დამშრალი გვაქვს ამდენი მზისგან შრება კანი საშიშროა. ძალიან მინდა რომ რაც ჩავწვე აბაზანაში. ეს აბაზანა იყოს რაღაც ბარდის ფურცლებით, რაღაც აქაური, რაღაც არომატებით. შამპუნი მინდა და საპონი რა და თვითონ აი აქ მოდიოდეს ხა წვეთი წყალი. ყველაზე მეტად ამედავს იმას ხოს რომ თავი მაქვს საშილად ცილიანი და გაცემენტებული და აი სიამოვნებით დავიბანდი კარგად შამპუნით. დავივარცხნი. მე ფოცხი, მე ეს ავარცხი. და მე უკვე დავიბან ცივილნად. იმდენს ვაპარაკობ საჭმელზე, იმდენს ვაპარაკობ კაი პირობებზე, იმდენს რაღაც რომ ბოლოს უთხას ეძოთ გაგითაც რა. ზედმეტი ოცნება, ზედმეტი უარყოფითი განცდის მომდანი შეიძლება იყოს. მიჩნდა წივრეთ. ყველა ხა იმაში. ყველაზე ნაკლებად ხო შეიძლება მოწუხებდეს აქ ახლა არის ეს შამპუნები და ჰიგიენები და ეგეთი რაღაცა. იმიტომ რომ აი მაწუხებს, მაგრამ სხვა რაღაცები უფრო მაწუხებს და სხვა ვიღაცები უფრო მაწუხებს. გაერთიანებულ ქართულ ტომში უკვე აღარ არსებობს გუნდური თამაში. აქ არ შეიძლება თანატოლთან ზურგით მიტრიალება, რადგან არავინ არ იცის, ვინ, ვის და როდის ჩასხებს ზურგში მახვილს. გამარჯობა. თქვენ დღეს მოგიწევთ მახვილებით ბრძოლა. დღევანდელ თამაშს ბრუტუსის მახვილი ქვია. წესები ასეთია. თქვენ გვეხართ თქვენს ადგილებზე, მე დავსვავ კითხვებს. თქვენ ამ კითხვებზე მიპასუხებთ წერილობით. და რიგრიგობით, ვისაც ვიტყვი, მანახებთ თქვენს პასუხებს. ვისი პასუხიც დაემთხვევა უმრავლესობის პასუხს გამოდის, იღებს მახვილს და ნებისმიერი მონაწილის, თანატომელის, ასევე მოწინააღმდეგის კუნძში ჩაარჭევს. თამაში დამარდება ის, ვის კუნძზეც სამი მახვილი დაგროვდება. წესები გასაგებია, დავიწყოთ. თქვენს შორის ვინ არის ყველაზე ანტისანიტარიული? მორჩი შალვა? დათო შენი პასუხი. მარი. პინკი იგივე ზვიადი. აი გადაკეთებული. ნათია. რა პონტია გადაკეთებული? გიორგი, მანახი შენი პასუხი. მარი. პინკი, ვახო, შენი პასუხი. პინკი, შორენა შენი პასუხი. დათო, პინკი. პინკი. დათო ანტისანიტარული. ვისაც გიწერიათ ზვიადი. რიგრიგობით, ვიწყებ თამნა შენგან.
მარიამ, შენ შეწყვეტე უკვე თამაში მონაწილეობას აღარ იღებ, ორი ნაბიჯით უკან. კიდევ ესე წერა ზვიადი, შემდეგი. შალვა, მოდი შენც. შორენა ორი ნაბიჯით უკან. ორი ადამიანი უკვე გამოაკლდა თამაშს. მარიამი და შორენა ჩასხედით თქვენი ბოძების წინ. კარგია. მეორე შეკითხვა. ვინ გახდება თქვენში უკანასკნელი გმირი? ყველამ დაწერა. დათო შენი პასუხი. თამუნა შენი პასუხი. გიორგი, ზვია შენი პასუხი. გიორგი. გიორგი შენი პასუხი. თამარი, ვახო, პინკი, გიორგი. 4 პასუხია გიორგის. დათო შენს აღარ აგძელებ თამაშს, დაჯექი მანდ. მეტი გიორგი არავის აღარ დავწერეთ. რომელი თქვენგანის ნდობა არ შეიძლება. ერთმანეთის დაფაზე ნუიყურებთ. დავწერთ თამუნა შენი პასუხი. ზვია შენი პასუხი. თამუნა. მარი, გიორგი შენი პასუხი. მარი, გიორგი, ვახო. ვახოს უკვე 2 დანა აქვს. შემდეგი კითხვა. ვინ არის თქვენში ყველაზე ჭორიკანა? თამარ. მარი. გიორგი შენი პასუხი. მარიამი. ყველა სადითაოდ გამოხვალთ და ჩაურჭობთ ვახვილებს ერთმანეთს. თამუნა დაიწყე. ვახო საჭობი. ამართო. შენ ჩასაჭობი. ოპა. ნათია, შენ უკვე 3 დანა გაქვს, ასე რომ რო გააკეთებ შენ არჩევანს, ჩაჯდები პირდაპირ. 3 გაქვს, ხო უკვე ვახო? შენი ადგილი იცი უკვე. თქვენ შორის ვინ არის ყველაზე მუქთახორა? პასუხები, თამუნა შენი პასუხი. შაკო. დათო. პინკი. მარი. ორმა ადამიანმა დაწერა პინკი. თამარს მეორე დანა. 3 დანა სამივე გიორგიმ ჩაგიწევ. შავა. 3 გიორგი რო ჩავიდა. დაჯექი მან. თქვენაც შორის, ვინ არის ყველაზე მეტად საკუთარ თავზე შეყვარებული? ორჩით? შორენა? პინკი მაგრა წერდა. შაკო? როგორ მოხდა რომ მე არა ვარ, თო? თამარ, შეგიძლია ჩაჯდე კუნძის წინ. თამარ, შენ 3-ვე ქეთიმ ჩაგირჩო, ხო? 3-ვე მახვილი. ზვიაც უკვე 1 მახვილი აქვს. შემდეგი შეკითხვა. ვის აქვს თქვენში ყველაზე კარგი ტანი? აი, ბიჭო, ნუ კარნახო, შენი აზრი არის. ვის აქვს? პასუხებ ზვია, შენი პასუხი? შორენა, გიორგი შენი პასუხი? თამუნა. იზი არის.
გიორგი, შენ გამოეთიშე თამაშს ჩაჯექი კუნძის წინ. თქვენ დარჩით ორნი ახლა, ხო? ამიტომ თამაში შემოვდივარ მეც. ანუ მე ვსაუბრ კითხვას. თქვენ უნდა გამცეთ სწორი პასუხი. მალაიზიიდან თბილისამდე რამდენი კილომეტრია? ვისი პასუხიც ყველაზე ახლო იქნება, ის იქნება გამარჯვებული. დაწერეთ. სწორი იქნება უახლოესი პასუხი. 13,000. კეთი შენ მოიდი. არის 7,500. კეთი გილოცავ შერკინებაში გამარჯვებას. ჯილდო არის ესეთი. შენ მოგიწევს ნებისმიერს, ვისაც აირჩევს საპირისპირო სქესისას, შენი ტომიდან დღევანდელი, ასე ვთქვათ, რომანტიკული საღამოს გატარება გემზე. ზღვაში. ძალიან მაგარი შეგრძნებაა ის, რომ მე გავიმარჯვე და აი ძალიან აღფრთოვანებული ვარ და ამ შოუში მოგონი პირველად გავიმარჯვე და ფიქრობ არა უკანასკნელად და კიდე იქნება და იქნება ჩემი გამარჯვებები. რაო, კეთევან. ხალხო, ჩემი გადაწყვეტილებმა გადაწყვეტილება და გიორგი იქნება ჩემი პრინცი. ვაუ. არ უძღვება და თავს მაგნოდინებს. კეთის გადაწყვეტილება ალბათ ნებისმიერ მამაკაცს ამოვნებოდა. განსაკუთრებით ესეთ ადგილას რომ იმყოფები უკაცრიელ კუნძულზე და უცებ აღმოჩნდები რაღაც უცნებებში. დამწყება გული რომ რაღაც მართლა ყველა შია, მაგრამ არ უნდა უყუროთ ამ საღამოს რაღაც შიმშილის თვალსაზრისით, რომანტიკას სხვა რაღაცა. ვფიქრობ რომ შეიძლება ტომის სხვა წევრებისათვის გულისხმობ მამაკაცებისთვის ეს შეიძლება უსიამოვნო ფაქტი იყო მეტნაკლებად, იმიტომ რომ თავისთავად კაცებში არის კონკურენცია, კაცებში არის რაღაც პირველობისადმი სწრაფა ყველაში, მით უმეტეს ესეთ გარემოში, როდესაც ჩვენ რეალურად კონკურენტები ვართ და ვიბრძვით პრიზისთვის. ზოგი კაცი წავიდოდით ეხლა საჭმის გულიზე უფრო მოგშვიდა ზოგს კიდე გოგოსთან ყოფნა სიამოვნოს და მისთვის მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და შენ გოგებისთვის მე ეგრე ვთქვი პირადად და ეს რომ ოცნებობდი, აი ყველაფერი სავარცხელი. ინე გინდის რომ სარგეს დაალაგე, რეჟია. და ჯორჯ. სულ ტყის კაცი. იდე ეს დავასი. იყოს ვაროშის პაინც. ცოტა დამებანა. მეცა ხაიში. ისე გავიჩი. კონძულზე მე კეთი ბანს ტანს. ხო, რა ხარის. მოგა. როგორ შეიძლება შესაძლოა. აი. Все, გოგონა დაგბანა ნორმალურად. ფრასაბუხა ხარ. წლის კონსულზე ქალის დაბალი შანსი მომეცა. ამას გამაცა. ამას გამაცა. კორჩე საგინო. კიო, შემოხედე. Super. მე მოგგზავნამასად. იმის ფონზე თვალად გადასარევია, ხო, რაც იყო.
ანანასებით და პომიდორებით არის. ოშ ყველაფერი უნდა უჭირო. აი ეს კონკრეტულად ვარც ეს შენ. აბა. მე რა კაია, ჯერ შენარჩი. კაი. რომს მირჩევა შენ. მე ადგილია. იქით ჰორიზონტალურ კუნძულები მოჭას. ეს არის პულაუ ტენგა და ამას როგორც შევთავაზეთ უკვე პულაუ ქეთი ქვია. ეხლა შუა ოკეანეში ვართ. რომანტიკულ საღამოზე მშვენიერ გემზე, მშვენიერ სიფრაგო გაშლილი, მშვენიერ ქეთისთან ერთად ვარ, რაც მთავარია, გველის რომანტიკული საღამო და ასევე ღამეც. და დიდი მადლობა ქეთის ამის გულისთვის, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მან ამირჩია. ჩვენ მარჩევანში ნამდვილად არ შემსდარ ვარ. ძალიან მოხარული ვარ, რომ გიორგი აღმოჩნდა ჩემი რჩეული, ასე ვთქვათ, პრინცი. ამ საღამოს ამ ღამის თუ რა ვიცი რა ქვია. და რა ვიცი, ძალიან მიხარია. კაი, სიყვარულს გავამოწოს. ვარ გუთქვიას. ყავს შეყვარებული. კი. ყავს. მელოდება ეხლა და ნერვიულობს. ასე ნერვიულობს და. აა, დავიკარგე და დავიკარგე. წავიდი და დავიკარგე და რაღაც რომანტიკულ რაღაც საღამოს ვატარებ. იღეს ჯუჟოი. და ხანუნა მოანატრე თავი. ხო, აი მაგას. აი მაგას ვთქვით მაგას. შენ როგორ ხარ მაგამბული? მე თავისუფალი კაცი ვარ. კარგად ხარ. არა ხარ. შეყვარებული? დაკავებული. არა, ნუ შეყვარებული და არ ვარ დაკავებული. აი ხო. დღეს გავიგე რომანტიკული საღამო თავისი რომანტიკული განწყობით. და ვიყავ მეგობრები აქტიური. ხო შეიძლება ტრებიც კი ისე. არა შესაძლოა ეს მოგობრები. ანუ შენი და თქვენ ხარ შენ ხარ იობარ ტერორისტი თუ რა?
ანუ ერთმანეთი მოაწესრე გესამანდა რა რიტუალი ხონდა შემი სასმელი ხო? აი ბუსები ესეც ჩვენ იტალიურები ღვინო იყო წითელი და ეხლა ჩავარდეთ ამას წინ ერთი ჭიქა და მუსიკა ჩვენ ხომ განსხვავდება. თვითონაც აღფრთოვანებულები იყვნენ და იმდენი ემოცია გადმოგცეს ჩვენს, რომ ჩვენს აღფრთოვანდით, იმიტომ რომ ყველა ძალიან მაგრად გვინდოდა ვახშამიც, ღვინოც, კაილოგინიც და ყველაფერი და რა ვიცი, აი ძალიან დადებითად მოვიდნენ და ჩვენც დადებით ტალღაზე დაგვაყენეს. ხანის დათვრამი და ჭიქაში და იმინა ესეც ეხოდა. ბოლოსზე ხოდლა გაკოცა და რომანტიკა გადაიქცა იმას. გიორგი ისეთი პიროვნება, ეხლა ისეთი ახალგაზრდა ყმაწვილი ჩანს, რომ ყველა გოგოსთან უჭირავს ძალიან კარგი ურთიერთობა. რაღაცა ბიჭებთან არ არის სიახლოს, რამდენადაც გოგოებთან არის. და მე მგონი არ გაუჭირდებოდა ქეთისთანაც ამ საღამოს რაღაც კარგ თემებზე საუბარი. საწოლის გემბაზე. იმერა გემბაზე და ფარდები რო გადმოფარებული. რაღაც ბრაჩინი ის იყო რა. ბრაჩი ლოჟე. გავდახო. აღოძება აღარ გვინდოდა იმენა. პირველად არ მინდა გათხოვება რა საქმე. პირველად გამიტყობა გათხოვება. ბურნი გამე იყო? არა, ბურნი არა, წყნარი გამე. შეხოც ეს ტრაცებს არ ყვებიან. თუმცა შერაწოვნა მოგიყვა ახლა. მართალია. მისთან ახარ. მე არ ვთვლი რომ რაღაც განსაკუთრებული წყვილია გიორგი და ქეთი. რაღაც ერთმანეთის მიმართ და ასე შემდეგაც სისულელები. არა, უბრალოდ დაემთხვა ეგრე რომ მოიგო ქეთიმ და წაიყვანა ყველაზე უფრო შესაფერისი კანდიდატი რომანტიკული საღამოსთვის და არა თავისთვის. მივხედოთ საქმეს ახლა. Visions. All will live. ძალიან სულად ლაპარაკობ, მარი. რატო ლაპარაკობ სულად მაგათი? ისე არეუბნები და ზურგს უკან ლაპარაკობ. ძალიან სულად. რა ლაპარაკობ მაგათი მონდომება ნეტა მეც მქონდეს. მე არ მაქვს მაგრამ იმედი რომ ჩავიდე. ეს არის ცუდი ლაპარაკი. რა არის ცუდი პირიქით კარგი ვთქვი ადამიანო. შენ გაქვს მაგდენი მონდომება? არ გაქვს. ლაპარაკობ. ხო ჩავ აქვთ. რა სისულელეს ამბობ. მისდი რა ლაპარაკობ? თამუნა როცა აქ არის, თამუნას ვერაფერს ვერ ეუბნები. რას ვერ ვაუნები თამო? მაგარი მონდომება გაქვს ამ შურს შენი. ისეთი მონდომებული ხარ რომ თევზი დაიჭირო. რატომაც ეს ფრაზა თურმე ცუდი. არ მოგა. ბაზარი არა ძალიან მაგარია. თევზა. ეს არავინ გადმოვიდეს. ახლა ჩვენ წადოთ, ახლა მე იმას კი არ ვიძახი 100%-იანად თევზს დავიჭირ. რაღაცას ვცდი, თუ არა და დაველოდები წყლის ჩასვლას და ესე საკითხი თევზა. როგორ შეიძლება ნურსმით მამაკაცმა ითევზაოს ისა და თან პაходу ამაში ისეთი მომენტი გამოდის, რომ აი ჩვენ სხვები ვწევართ გესმის და ადამიანი აკეთებს ყველა საქმეს. ბიჭო, შენ ვინმე დაგავალდები? მოგივართოს ხელი, ბაზარია. დაიცა, ერთი წამი. შენ არასდროს აღარ მინდა. მე ლაპარაკ. აუ ესე აღარ მინდა. შენ ვინმე გითხრა რა, რატო წევხარ და მე ვითევზა? არა, მე საყვედურების პონჩი. ვინმე გითხრა საყვედური? მე გითხარი შენ საყვედური რა? აი აგერ არის თუ გინდა ისა ცუ. საყვედურს არავინ არ გეუბნება, რატო იმაში? აი ეს ბოლო პერიოდი, აი მართლა ძალიან აგრესიული გახდა და
აი პირადად მე იმიტომაც ვაპირებ შაკოს დასახელებას დღეს ტომთა საბჭოზე, რომ ისედაც ძალიან მიჭირს აკოფნა და აი ეგ ხო საერთოდ მძაბავს და არ შემილია რა. როცა საჭირო დრო მოვა, ყველა ჩავალ. ხო, მაგრამ ადამიანს როცა უნდა მაშინ ითევზავებს შენ, აგინდა ვერ გავიქი. ცოტა ფსიქოლოგიურად არამდგრადი აღმოჩნდა და ამ ძიმე პირობებს უფრო შეიძლება ისე გამოხატულად ვერ უძლებს. შაკო მართლაც არ ვიცი რატომ, მაინც ყველას კრიტიკული თვალით უყურებს. ნუ ზოგი შეიძლება ამისგან დაიძაბოს, მაგრამ შეიძლება არ შეიმჩნიონ და გაატაროს. შევეცადე რომ რაღაცა გამოსვლოდა, არ გამომივიდა, ვინმეს რა მოუთხარი? აი ბიჭი ხარ. აი ბიჭი ხარ, მოგწოს რომ შეეცადე. ვიცი, ისე. აი ვეღარ ვცნობ რა, ისედაც რთული პირობები გვაქვს და ეგ უფრო მიმწიმებს აქ ყოფნას, რა მირთულებს, ფსიქოლოგიურად მაწვება არ შემიძლია. ჯერ გაიქნებოდა რომ ეგ წასულიყო და მე წყნარად წავიდოდი, ანუ ბავშვიც დაისვენებდა და ბევრი დაისვენებდა კიდე მაგისგან რა, მაგის ფსიქოლოგიური ზეწოლებისგან რა. დაპირისპირება როგორც ასეთი რო თქვა არ არის, უბრალოდ რაღაც პატარ-პატარა კონფლიქტები წამოიზარდა, იმიტომ რომ ხალხი მშიერია და დაძაბულია რა ძალიან დაიძაბნენ, იმიტომ რომ მშიერი ადამიანი როგორც ჩანს მგელი ხდება. და მგელი კიდე ძალიან ძნელი არის რომ მოიგერიო. კი ძნელია, მაგრამ მე მოგიწოდებდით მაგათად ყველა რომ ჩავსულიყავი თქვა ზოგი ანკესი, ზოგი ამბადები და ვიდგეთ 3 საათი და 4 საათი, მაგრამ ვეცაოდოთ და ცალი დაიჭირეს. კლასიკურია რომ იქითა კონძულზე გავარდებოდა. ეს ჩემი ტომელები უფრო ისინი გამოდგნენ რა, აი მებრძოლნი და არ ნებდებიან და რაღაც ძიებაში არიან და ისინი თითქოს დანებდნენ და რაღაც შიმშილით რაღაც გული მისდით უკვე რა. იმ გოგოსაც როგორ აწვალებ შევედ. ჩვენი ვახუნა ცოტა დაიღავ. ალბათ შია და ამიტომ ხასიათზე არ არის. წაუხდა ხასიათი. ძალიან შია და ძალიან ისე ვარ. გამოფიტული ვარ და ვერა ვარ კარგ ხასიათი. თევზი არის უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს ის ხელსაწყოები ხალხო რითაც შეიძლება რომ თევზი დაიჭიროს. რეალური შანსი არის იმის რომ დაიჭიროს. უბრალოდ ის არ გვაქვს რა, არც ანკესი გვაქვს, არც ბადი არ გვაქვს წესიე და მით უმეტეს თევზი რაზეც მოდის ის სატყუ არ გვაქვს რა მთავარი. ვერაფერი ვერ მოიპოვეთ საკვები, ძალიან გააგვიჭირდა. და უკვე ესეა დაუძლებელი ხალხი რომ ერთმანეთისადმი ისიც აღარ დარჩათ რომ რაღაც ეს გამოხატონ რა, რამე. ყველა ელოდება თავის განაჩენს წევართ იქ. დღეს ტყეშიც ვიყავდი, ვერაფერი ვერ ვნახე. არანაირი ბრძოლის ჟინი აღარ არის. ყველა თითქოს კაპიტულაცია გამოაცხადა და უბრალოდ არავინ არ ამხეს იმის რომ ძალიან გაუჭირდა და შია და უნდა სახში. ეხლა არ ვიცი როგორ გავამართმევ თავს დავალებას რომელიც გვექნება ამ იმუნიტეტის თამაშს. არა შევეცდები რომ რაც მაქსიმალური ამოვიღო ჩემი თავისაგან რომ მქონდეს იმუნიტეტი და ვიყო დაცული. ცოტა ის კითხვის ნიშნის ქვეშ არის ყველა ადამიანი რა. ყველა ჩუმად არის, მაგრამ ვირას ფიქრობს შიგნიდან ეგ მაგას ვერ. დღეს გაერთიანებულ ქართულ ტომს რიგით უკვე მეორე იმუნიტეტის თამაში აქვს. წინა იმუნიტეტის თამაშზე მათ დაამყარეს რეკორდი. ნახოთ რას იზავენ ისინი დღეს. გამარჯობა.
დღეს ქართულ გაერთიანებულ ტომს უკვე რიგით მეორე იმუნიტეტის თამაში გაქვთ. ამ თამაშს ქვია კოალა ლუმპური. რამდენადაც მარტივია თამაშის წესები, იმდენად რთულია თვითონ თამაში. თქვენ უბრალოდ უნდა აზროთ ამ ბოძებზე, 10 ბოძია, 10 ხართ. უნდა შემოეხვიოთ, ჩამოეკიდოთ და რაც შეიძლება დიდი ხანი უნდა გაძლოთ. ვინც გაძლებს ყველაზე დიდ ხანს, ის გაიმარჯვებს. სულ ეს არის წესები. ნახოთ რა სიზავთ. მანამდე კი გიორგი შენ გაქვს იმუნიტეტის სიმბოლო. შეიძლება დააბრუნე. ვინც გაძლებს ყველაზე დიდ ხანს ბოძზე, მას ექნება პირადი იმუნიტეტი. წარმატება. სათხარ, ხო? მიიღეთ მეორე პოზიცია. ხელები ზევით და ფეხები შემოჭრობილი. ფეხები შემოხვია ჯობია. 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, წავიდა. ზვიადი ნელ-ნელა ქვევით მოსრიალებს. ზვიად, ჩაჯექი მანდობოთთან. დარჩით 9. დარჩით 8 ვახოც ჩამოეწერე თამაში დაჯექი მანდო. ჩამო დავით, ჩამო. მესამე ადამიანი დათო გამოვარდა თამაშიდან, დათო დაჯექი მანდო. ხო, სველი როცა ხარ მასი მოცურავ რა. არ ხარ თუდად შენ გონია ეგრე. ეხა ფალდინა მოვიჭი. მაგა ვიჯდე. არ და არ გინდა ხო რომ ჩაბოცრდეს, მე თავისით მოდის. აბა დედიკოები როგორ მოგენატრა ჩაეხუტეთ? ნელ-ნელა გიორგი მოცურავს ქვევით, მე მგონი. ნათიაც მიყვება. ფეხებს უნდა გაუშვო მე, ხელებს უნდა გეშო. ოპა, ნათია. შორენა. ორი ადამიანი ერთდროულად გამოაქვს თამაშს. ძალიან დავსვლა. მარია, მაგარი ხარ ძალიან, მიდი. აი, ნუსუწუნებ მაგით მოდი, დიდი სიამოვნებით, მაგრამ გიორგი ზევით შეეცადე აიცი, თორე ძალიან ქვევით ხარ უკვე. აქ სიძლიერი აღარ. ჩამოგიო, ჩამ. ჩამოდი, ძალიან ტყუილად. ხალხი როგორ. აი, მიდი გიორგი მინდი. გიორგი მანდო იჯი. რა ფეხებიო. აუ, გიორგის ვეძებდი ეხა საწავიდა მეთქი, თორე ჩამოსვლა უკვე. ხელები გამიოფრიან და რო შევიცვალო ეგრევე. არა, ჩამოცვიდე. იცი რა, ქენი ესე გაშალე ხელები და გაგინიავდება, ანუ და იმ ტიმეებით მოკიდებ. გაუსვი იმ ჯოხს. ძალიან კარგად ზიხარ, იჯექი. ხო, არის. მეთო აი შალონელ, ოპა, კეთიც გამოვარდა თამაშიდან, კეთი დაჯექი მან. მოდი შაგო, მოდი. აჩუნდი გოგო ენა გააჩე. აჩერე. შალოც გამოვარდა თამაშიდან. აუ, ნახე. ორი გოგო. მარი და თამარი. მარია ძალიან მაგარი ხარ, აი ვამაყობ. ორივე მაგრად უწევს. თამუნო ძლიერი. ჩიტებს უსმინე და რა, პროსტა იკარი. ეხლა ვნახოთ რომელს უფრო გინდათ იმუნიტეტი. სომთა საბჭოს. იმუნიტეტი არ მინდა. გინდა, მარი, გინდა. აბა რა გინდა? ვარ გინდა ჩამოხდი. მაშინ ჩამოდი. გამარჯობა მინდა. იმუნიტეტი არ. იმუნიტეტიც გინდა და იყავი. რომ მარი პირველ პოზიციაზე დარჩა და იქ ვაფშე არც ჩამოსულა. თამარი კიდე ზევით წავიდა.
გონება უნდა გათიშო. ჩამოდით ახლა ან ერთი ან მეორე კაც დავიჭრით ამ დღეში, ხო? შე გაჩერდი. არა, მოიცა. არის ფიქრო, რომ სურა, არის ფიქრო. კარგ პოზიციაში. არ ვიცი არა. არ ჩაგეძინოთ რა. მარი არ გაბედი. კამარი. მარი! გამოდახე გაუძელი კიდე. რეკორდი მოხსნა. 1 არ ჩამოხვიდე. 2 27 28 შავა. ყველა უთვლი უკვე ყველა რეკორდი მოხსნილია. 32 33 არა შეგიძლია ჩამოხვიდე. აი ჩამოვიდე. ერთი ხელი დაიჭრა. ჩამო. შეგიძლიათ მიულოცოთ. უზურვილი. დაიზინეთ და გაიწეს. მარი მოდი ახლა ჩემი. ვიცი რომ დაღლილები ხართ მაგარი, მაგრამ შენ განსაკუთრებით მაგან ყველანი ჩამოდით და ისევ აქ. დადაკით დასხედით როგორც აი სადაც იყავით თავიდან. მარი, გილოცავ შენ. მედი. გაქვს იმუნიტეტი. მარი! უახლოეს ტომთა საბჭოზე შენ იქნები ხელშეუხებელი. ჩვენ კი ყველა ერთმანეთს შევხვდებით ტომთა საბჭოზე. დაბრუნდით თქვენს კუნძულზე. დიდი შანსია, მე თამუნასთვის არ მიკითხავს და რო ვკითხო ალბათ არც მეტყვის. მაგრამ დიდი შანსია, რომ თამუნამ სპეციალურად ანუ შეეძლო კიდევ გაჩერება და ჩაამოხტა. ეს არის მარიამის დასვენების დღე. გადავიყარეთ ძალებს. აი ამ დარჩენილი ადამიანებიდან. ანუ საზღვრავ არა ძალის მიხედვით და ანუ საზღვრავ ირონული თვისებების მიხედვით, ანუ ვასახელებ იმ ადამიანს, ვინც ყველაზე მეტად მიშლის ხელს აი აქ კუნძულზე ცხოვრებაში რა. მე მგონი დღეს ხდება რაღაც ესეთი ორიგინალური და გაუთვალისწინებას ეს ტიპი გავარდება, ვიდრე არავის არ აქვს ეჭვი. ფიქრობ, რომ ეს ბიჭი იქნება. და მიზეზი იქნება ის, რომ ალბათ მეტად შეეძლო მოენდომებინა კუნძულზე და დაიმსახურებინა კუნძულზე დარჩენა თავისი ცევით და განწყობით თანატომელთა მიმართ. ქართველი რობინზონების რეკორდების ქართულ ოლიმპიელებსაც შეშურდებათ. გაერთიანებულმა ქართულმა ტომმა იმუნიტეტის თამაშებში უკვე 2 რეკორდი დაამყარა. რეკორდთან ერთად მარიამმა პირადი იმუნიტეტიც მოიპოვა. გამარჯობა. ბოლო დროს ბევრჯერ ვილაპარაკეთ ტომში, გაერთიანებულ ქართულ ტომში, ანუ თქვენთან შიდა ალიანსებზე, რო არის რამდენიმე აშკარად გამოკვეთილი ალიანსი. მე მაინტერესებს, რატო არის ტომში 2 ბანაკი? ანუ ეს განხეთქილება რატოა? უბრალოდ ადამიანები ვართ ეთყობა სხვადასხვანაირები და ერთმანეთს უფრო შევეწყვეთ. ის დანარჩენი 4 ადამიანი და ეს 4 ადამიანი. მაქედან დაიწყო ყველაფერი. დათო, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე შენ თვითონ აი ამ განხეთქილებაზეც ამ ალიანსებზეც? შენი აზრი?
ნუ განხეთქილებაზე რა ვიცი რა უნდა ვთქვა ხარ განხეთქილებაზე აღმამაღალია უბრალოდ აი აზრთა შეუთავსებლობა და ალიანსები ირაკლიმ ჩამოაყალიბა ეხლა მე მგონი თავის გაგების და ბავშვსაც კიდე რაღაცები შეერავს სისულელეების ბავშვის არ გიშლინდი მამას მეძახის ტომში და იმიტომ უძახი ბავშვს რა და აქ ცოტა სერიოზული ხალხი დავრჩით მეტნაკლებად და მე მგონი უკეთესად ვაზროვნებ ცოტა და ეს ალიანსები და ერთერთი რა ბოდიში სერიოზული ხალხი დავრჩით ირაკლი არასერიოზული იყო ბოდიში მამი რა ამაც ეს ახლების რო გადმოვიდნენ აქაც ვერ ხედავ მე ალიანს რა ვიცი საკმაოდ ნორმალურად ვარ ხა ერთნაირად ვარ მე როგორც რა ვიცი ხო განსხვავებას ვერ ხედავ შენი აზრით რა ხდება? შენი ვერსია მაინტერესებს რა ხდება ტომში? ძალიან ბევრი საფიქრი მაქვს ხოლმე და მაგეებზე არ ვფიქრობ. არ ვიცი რა ხდება. რაღაც მარტივ რაღაცეებზე. რაზე მაინც აი იმაზე მარტივ. აი როგორია ჩვეულებრივი ზვიადის დღე და ფიქრები მაინტერესებს. წევარ და ვისვენებ. და ფიქრობ რომ რა კარგია ეს. ოდიში რომ დაგერღვიეთ ეს კულტურება. ხო, არა, მაგას როგორღაც ვიტან. მაგრამ არა ხო, ვერ. შორ შენი აზრით, აი ეს 4-ეული. კი, მე ვთქვი რომ არსებობს. ვის წინააღმდეგ გაილაშქრებს დღეს ტომთა საბჭოს ბოლოს? ჩემს წინააღმდეგ. რატო? კი, დარწმუნებულია, იმიტომ რომ ანუ პირველი იყო ირაკლი, მეორე შეიძლება ვარაუდით ყოფილიყო მარიამი, იმიტომ რომ ну მარიამმა იყო შეიძლება იმუნიტეტი დღეს რაღაც გადარჩა და მესამე ანუ რიგში ვარ მე. შალვა. შეგითხვა შენთან წინა ტომთა საბჭოზეც გეტყობოდა დღეს განსაკუთრებით გეტყობა რომ ხარ რაღაცით გაღიზიანებული. რითი? არა, გაღიზიანებული არა, უბრალოდ აი ეს სიტყვები რაღაცა ცოტა ისე უხერხულად მხვდება რა, რომ რაღაც დაჯგუფება და ისა და იცი რა არის, ესე არ არის ადამიანები იმისთვის ავართ, რომ ყოველს ინდივიდუალური აზრი გაგვაჩნია და მარიონეტები არ ვართ არავისი რა. ის რო იძახდა, რომ ისა რა ქვია, ლიდერიაო. იცი რა არის, მე 100 წელი არავის მარიონეტი არ ვარ ცხოვრებაში. მოდით დავიწყოთ ხმის ბიცემა. ერთ-ერთი შეგახსენებთ რომ მარიამს აქვს იმუნიტეტი. ზვიად, პირველი შენ ხარ. ვაძლევ იმ ადამიანს, რომელსაც ვერასდროს ალბათ ვერ შევეწყო. ამ გოგოს კომფორტი უფრო უხდება, ვიდრე ეს კონსოლი. დღეს თუნდაც დავრჩი ამ ადამიანის კომენტარების და რეპლიკების გარშე ბევრად უფრო გამიათულდება ამ კუნძულზე ცხოვრება. ზღვის დასახელება ბოლო ძალიან გამიჭირდებოდა.
ამიტომ ის მოკლედ ვერ ვიტყვი. ნახოთ როგორი არჩევანი გააკეთეთ. გაერთიანებულმა გამოსავალ ტომმა. შორენა. შაკო. შორენა. შაკო. შორენა. შაკო. შორენა. შაკო. 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 შენ ჩირაღლენდა. შაკო. შენ შეგეძლო გამختارიყავი უკანასკნელი გმირი, მაგრამ ეს შენმა უკვე ყოფილმა ტომმა არის სურვა შენი ცეცხლი კონსულზე სამუდამოდ ჩაქრა. ხო შენ შეგიძლია მიმართო შენს ყოფილ ტომს ან კონკრეტულად რომელის. ყველა მაგარი ადამიანები აი ძალიან გამიხარდა რომ აქ მოვხდი, იმიტომ რომ მართლა თქვენებურად ას პატარ-პატარა სიყვარული მაჩვენე. მე ყველა ძალიან მიყვარხართ. კარგად ხო. თქვენ უკვე 9 დარჩით და თქვენში მხოლოდ ერთი გახდება უკანასკნელი გმირი. შეგიძლიათ დაბრუნდეთ კონსულზე. ცრემლები ჩემი ეს სიყვარულის ცრემლებია. ნუ რაღაცა მხრივ შეიძლება იქიდან ერთი ადამიანი დამამახსოვრდა უფრო ისე გულთან მივიტანე, მაგრამ იმ ადამიანს მე თვითონ ვუყავდი, რატო უყავდი რაღაც შორენა იყო ეს. ნუ რაღაცა მხრივ ეს გოგო როგორც გოგო მომეწონა და მაგიტომაც უშვებდი აქედან რომ წადი არ გინდა რა ეს რაღაც